დღეს ჩვენს შეიძლება ვართ მომსწრე ახალი შიდა ევროპული უსაფრთხოების შეერთებული შტატებისგან უფრო ავტონომიური უსაფრთხოების სისტემის დაბადების აქ თითქოს რა უნდა იყოს ცუდი გადასარევი და მთელი ამბავი, ოღონდ აქ შეიძლება იყოს მაინც პრობლემა, იმიტომ რომ ვიმეორებ აი ეს ხარვეზიანი სისტემა, რომელიც არსებობდა აქამდე და იყო ყველაზე წარმატებული კაცობრიობის ისტორიაში, აი როდესაც წარმოიდგინეთ, შეიქმნა ბლოკი, მოკავშირე ქვეყნების, რომელსაც არავინ არასდროს დასხმია თავს. იმდენად ძლიერი იყო და იმდენად მტკიცე იყო აი ეს deterrence, რასაც ქვია დაშინების თუ იძულების შეკავების, ხო? ეს სისტემა ჩემი აზრით არ უნდა მოიშალოს. კი ბატონო, იყოს ევროპა უფრო ავტონომიური იმ მომენტებისთვის, როცა აი ვთქვათ, შეიძლება რაღაც გაჩნდეს აუცილებლობა შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლად მოქმედების. ძალიან კარგი საქართველოს მომავალში, როდესაც აღდგება საქართველოს სუვერენიტეტი, ნამდვილი სახელმწიფოებრიობა, აუცილებლად უნდა იყოს ამ სისტემის ნაწილიც, მაგრამ საბოლოო ჯამში მე გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც მგონია, რომ ტრანსატლანტიკური ალიანსი იქნება და უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში უფრო სტაბილური მსოფლიო წესრიგის მშვიდობის საფუძველი, ვიდრე შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ნაკლებად კოორდინირებული უსაფრთხოების ნაბიჯები. საერთაშორისო